როდესაც მე ქართველი ისტორიკოსის ნაშრომში ვკითხულობ პროფესიონალ ეკონომისტის, რომელშიც მე სულ სხვა ტერმინოლოგიის, ლექსიკის გამოყენება, სულ სხვა დონის ანალიზი მინდა დავინახო და ვკითხულობ იმას, რომ თავნება ფეოდალები ეწინააღმდეგებენ მეფეს, მე აბსოლუტურად კარგავ აზრს ამ ისტორიკოსზე და არ მინდა არაფერი მისით წაკითხვა, იმიტომ რომ ისტორიკოსს არ ესმის, როგორ არის აწყობილი. ფეოდალები იყვნენ ინტერესთა ჯგუფები, ძლიერი ინტერესთა ჯგუფები, რომელსაც თავისი საკუთარი ჰქონდათ და ისინი წინააღმდეგობას უწევდნენ აბსოლუტურ ხელისუფლებას და უნდა გაეწიათ წინააღმდეგობა, იმიტომ რომ ბალანსები ვერ იყო დაკმაყოფილებული და თუ კი ბალანსები არ არის დაკმაყოფილებული, მაშინ ხდება ის, რაც ჩვენ ისტორიაში იყო. მეფეები არასდროს არ გამოირჩეოდნენ გარდა ერთი-ორი კაცისა სტრატეგიით, შორსჭრეტელობით, ამიტომ ყოველთვის პრობლემები იყო. დააკვირდით სიტუაციას. მაშინ, როდესაც ყურთლუ ასლანის დასი იდეა გაჩნდა და ყურთლუ ასლანი ჩაუდგა ამას, ეს იყო რევოლუციური მოწყობა საქართველოსი და იგი განადგურებული იქნა, რამაც უზარმაზარი დარტყმა მიაყენა ქართული სახელმწიფოს პერსპექტივას.